მოგესალმებით. მე გახლავართ თემურ ბუაძე და ვაგრძელებ ლექციათა კურსს ქრისტიანული სოხხედელობის ძირითადი ელემენტები. დღევანდელი ლექციის თემა გახლავთ ლიბერალური დემოკრატია. მე თითქოს რიტუალად იქცა, ძალიან ხშირად ვიმეორებ ამას, რომ ჩემი მიზანი არ არის ვილაპარაკო ლიბერალურ დემოკრატიაზე როგორც პოლიტიკურ პრაქტიკაზე. არამედ ყველაფერს ვაშუქებ იდეოლოგიური თვალსაზრისით. დღევანდელ ლექციაზე მინდა დავიცვა პარიტეტი. რას გულისხმობ ამაში? ჩვენ აქამდე ვისაუბრეთ, საათ როგორ ყალიბდებოდა იდეოლოგიები, როგორია მისი ბუნება, განვიხილეთ, როგორ ყალიბდება სხვადასხვა რელიგიაში, თქვათ, ილუსტრაციის მიზნით რა საფრთხელოდება, თქვათ, მართლმადიდებლობაში თუ ფრთხილად არ იქნება და ასევე ისტორიულად რა ფაქტორები და რა გარემოებები უწყობდა ხელს ამა თუ იმ იდეოლოგიის ჩამოყალიბებას. ეხლა დღეს საუბრობთ იდეოლოგიაზე, რომელიც ეკლესიაში ვრცელდება და აქტუალურია თანამედროვე ეპოქაში. ჩვენთანაც სამწუხაროდ მას ფეხი აქვს გადგმული. კერძოდ რა, არასწორი დამოკიდებულება ლიბერალური დემოკრატიის მიმართ. არასწორი გაგება მისი არსისა და აქედან გამომდინარე არასწორი დამოკიდებულება. ეს დამოკიდებულება უფრო ვრცელდება რუსეთის ეკლესიიდან მოდის, იმიტომ რომ მე აქ რუსეთის ეკლესიას კი არ ვაკრიტიკებს, არა ჩემი მიზანი. უბრალოდ ის მინდა აღვნიშნო, რომ რაკი რუსეთის ეკლესია გაცილებით დიდია ვიდრე ჩვენი, იქ რელიგიური პუბლიცისტიკა არის უფრო მდიდარი და ბუნებრივია გავლენა რუსეთისა ჩვენთან. კერძოდ რაზე მინდა რომ მე ვისაუბრო? რაში ვხედავ, და ჩემი ინდივიდუალური ხედვა არა ასეთი. რაში ვხედავ, თქვათ, იდეოლოგიურ დამოკიდებულებას ამ ლიბერალური დემოკრატიისგან. ფართო სპექტრია ძალიან, მაგრამ სამი ძირითადი საკითხი მინდა გამოვყო. პირველი, არასწორი დამოკიდებულება დემოკრატიისგან. ბევრი სერიოზული ავტორი რელიგიურ პუბლიცისტიკაში და შეიძლება გვარების და სახელების დასახელება ამბობენ, რომ დემოკრატია თავისთავად ძალიან ცუდი პოლიტიკური პრაქტიკაა. დემონოკრატია სინამდვილეში. დემოკრატიას მოაქვს გარყვნილება. ამორფულობა საზოგადოებისა და ყველა შეხედულებას აქვს არსებობის უფლება და დემოკრატიას არის თავისუფლების სტიქია და ყოველთვის მოსდევს საშინელი გარყვნილება. აი იგივე როგორც ხარ დემოკრატიასთან, ეს პირველი. მეორე, ასევე ამტკიცებენ, რომ ეკლესია თავისი ბუნებით არის შეუთავსებელი ლიბერალურ დემოკრატიასთან. ეს ორი აბსოლუტურად საწინააღმდეგო სტიქია. და მესამე, ამბობენ, რომ ყველა მართლმადიდებლის სამშობლო არის ქრისტიანული მონარქია. აი, დუგინი რო არის რუსეთში, ის პირდაპირ ლაპარაკობს ამას შავით თეთრზე, რომ ის ვინც ლიბერალია, უკვე დაღდასმულია ანტიქრისტეს ბეჭედით. და ერთადერთი სამშობლო ყველა მართლმადიდებელისა ეს არის მართლმადიდებელი მონარქია, ან იმპერია. მე მინდა დღევანდელ დღეს აი ამაზე, ამ საკითხებზე ვისაუბრო. ეხლა სანამ ლექციას დავიწყებდე, მე ორი შენიშვნა მინდა გავაკეთო. პირველი რამ. პირველი ის, რომ ყველას აქვს აბსოლუტურად უფლება. გააკრიტიკოს დემოკრატია იქნება, ლიბერალური დემოკრატია და აქოს მონარქია, ამ პირიქით აკრიტიკოს მონარქია და აქოს ლიბერალური დემოკრატია და დემოკრატია, თუ ამას აკეთებს ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური კატეგორიებით. ყველას თავისი აზრი აქვს. არაფერი არ არის ამ ქვეყანაზე იდეალური და ყველა შეიძლება აკრიტიკო აი ამ თვალსაზრისით. წვიათ ეკონომიური, პოლიტიკური, სოციალური და ასე შემდეგ. მაგრამ ჩემი ლექციის თავარი იდეა ისაა, რომ ეს ქრისტიანობის სახელით არ შეიძლება მისკეთება. არ შეიძლება თქვა, რომ ქრისტიანობისთვის არსებობს საკრალური პოლიტიკური წყობა და ეკლესია შეუთავსებელია თავისი ბუნებით რომელიმე პოლიტიკურ წყობასთან. არ არსებობს უფრო დიდი შეურაცხყოფა ქრისტიანობისა, ვიდრე ამის მტკიცება. ჩვენ ინტუიციურად თუ დაუფიქრდებით, ადვილად მიხვდებით რა შეესაკება. იმიტომ რომ ქრისტიანობა ღვთაებრივი წარმომავლობის რელიგიაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთისაგან მოდის. ღმერთმა არ იცის, როგორი პოლიტიკური ფორმაციები იქნება ისტორიის მანძილზე. ამიტომ თუ კი ღვთაებრივი წარმომავლობისაა ეკლესია, ის უნდა თავსებადი იყოს ყველასა და მართლაც ესეა. ეკლესია საიდან მოდის? ეტიმოლოგიურად ეს სიტყვა. ბერძნულიდან ეკლეო ნიშნავს მოწოდებას, ადამიანებს მოუწოდებს. დღისთვის მოუწოდებს ლიტურგიისას, ლიტურგია არის ძველი ბერძნული სიტყვა, ლიტურგია ნიშნავს საერთო საქმეს. ეკლესია არის იქ, სადაც არის ლიტურგია. თუ არის ღვთელი, პატიოსანი, წმინდად აღასრულებს ლიტურგიას, მოუწოდებს ამისთვის, მორწმუნეებს, აი იქ არის არსებობს ეკლესია. სხვა საკითხია, ცალკეულ ისტორიულ მომენტში რა
პოლიტიკური წყობილება უფრო აწყობს ეკლესიას, მაგრამ თქვა რომ ეკლესია ბუნებით არის შეუთავსებელი ქრისტიანობა ან ეკლესია რომელიმე პოლიტიკურ წყობასთან როგორც გითხარით ეს არის საშნელი შეურაცხყოფა ქრისტიანობს ეს არის უარყოფა მისი ღვთაებრივი წარმომავლობის რატო ვლაპარაკობ ამას იმიტომ რომ ის რელიგიები რომლებიც არ არის ღვთაებრივი წარმომავლობის და შეიქმნა ცალკეულ ისტორიულ პირობებში ისინი დაღდასმული არიან იმ ეპოქის შეზღუდულობით რა ვიღოთ ისლამი ხო ისლამი რო შეიქმნა ძალიან პროგრესული იყო იმ ეპოქაში მაგრამ დაღდასმულია იმ ეპოქით აი მაგალითად რა მე-7 საუკუნეში როცა შეიქმნა ისლამი ქალებს და კაცებს არ იყვნენ თანასწორნი და ეს დარჩა მასზე იმიტომ იმ ეპოქის გავრცელებული შეხედულებაა და აი ეს აისახა ისლამში აი ავთენტური ისლამში ქალი საკუთრებაა მამაკაცისა ისევე როგორც მისი სახლის ნივთები და ცხოველები და ასე შემდეგ აგრეთვე ისლამი მოუწოდებს ყველას რომ ყველგან იყოს გავრცელებული შარიათი თუ შენ ნამდვილი მუსულმანი ხარ უნდა ოცნო და ყველგან შარიათი იყოს და შარიათი წერია არა მარტო სულიერი ის არამედ ჩაქარი და პური როგორ უნდა გადაცვალოთ თქვენს და შემდეგ ყველაფერი რეგლამენტირებულია ან რა ვიყოთ მეორე შემთხვევა ინდუიზმი ასწავლის კასტების სისტემას ხომ ეს რელიგიურია საკრალური სტატუსი არსებობს 4 კასტა არც ერთ კასტას არ შეუძლია მეორე კასტან ცოლი მოიყვანოს და აი მაჰათმა განდი იბრძოდა რომ ეს კასტური სისტემა გაუქმებია თუ არ შეესუსტებია ძალიან ესე ასეთი არ არის ქრისტიანობა ჩვენ ვთქვით რომ ქრისტიანობა რა კი ღვთაებრივი წარმომავლობისა ის არ ზღუდავს საკრალიზირებას არ უკეთებს არც ერთ პოლიტიკურ წყობას წინა წელს ჩვენ ვხედავთ სწავლებას ვთქვათ რომელიმე პოლიტიკური წყობა არის აუცილებელი ან ეკონომიკური სისტემა და ასე შემდეგ რატომ? იმიტომ რომ კიდევ მეორე, იმიტომ ქრისტიანობა არის ღვთაებრივი წარმომავლობის. ფუნდამენტალურად არა სამ დეტალებში გადავიდეთ, მინდოდა ამის აღნიშვნა. ეხლა გადავიდეთ ჯერ დავიწყოთ დემოკრატიით. ესე ამბობენ რაღაც. დემოკრატია არის ბოროტისაგან მოდის. თავიდანვე იდეოლოგიზირებულია. წყარო ყოველგვარი ბოროტებისა. რაც ხდება, ყველაზე დიდი ბოროტება ხდება დემოკრატიის დროს. ეხლა როგორც გითხარით, შეიძლება დემოკრატიის კრიტიკა პოლიტიკურად, ეკონომიკურად და სოციალურად თვალსაზრისით და არსებობს პირველი ეს დემოკრატია წარმოიშვა საბერძნეთში და ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანური კრიტიკა დემოკრატიისა მოქცეს პლატონმა და არისტოტელემ. და შემდეგაც ჯოზეფ დე მესტრი და ბერდიეევი თავის უსამართლობის ფილოსოფიაში. ძალიან ბევრი ფილოსოფოსი აკრიტიკებდა დემოკრატიას. ჩერჩილმაც თქვა, რომ არგუმენტები რომ იპოვო დემოკრატიის წინააღმდეგ, საკმარისია 5 წუთი ელაპარაკო ჩვეულებრივ ამორჩეველს. აიგულისხმება. დემოკრატია ეფუძნება უმრავლესობის არს და ადამიანების უმრავლესობას არ აქვს სათანადო კომპეტენცია თავისი ქვეყნის მართვისთვის. აი წარმოიდგინეთ, უმრავლეს შემთხვევაში ასე ლაპარაკობენ. აი არის თქვა პლატონი და არისტოტელე, ხო? გენიალიურები არიან და იქ არის ვიღაც 30 თქვა ჩვეულებრივი ადამიანი, აი რომელსაც არაფერი არ გაეგება და რატომ უნდა მიანდო თქვა ქვეყნის და იმის მართვა ამ 30 პეტრეს ან ვანიას, თუმცა აგერ ძალიან ბრძენი ხალხი ხავს. აი ეს არის თქვათ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არგუმენტი დემოკრატიის წინააღმდეგ, რომ დემოკრატიით შეუძლებელია ჭეშმარიტების მიღწევა. მაგრამ ხალხს აკრიტიკებენ, რომ ეს ხალხია დამნაშავე. რა კი ხალხი არაკომპეტენტურია, არ აინტერესებს მაღალი მატერიები, სტატისტიკური თვალსაზრისით ლაპარაკობ. და მიდრეკილია არყვნილებისაკენ, ამიტომ დემოკრატიაც არ შეიძლება იყოს კარგი. ეს არგუმენტები თავიდანვე არსებობდა, მაგრამ დემოკრატიის სასარგებლოდაც მოყავთ არგუმენტები არისტოტელეს და სხვა. კერძოდ რა? ისინი ამბობენ, მართალია დემოკრატიით არ მიიღწევა ჭეშმარიტება და კარგი საუკეთესოს არჩევანიც არ ხდება, მაგრამ სამაგიეროს დემოკრატიას აქვს შემაკავებელი ფუნქცია. ის გვიცავს ყველაზე ცუდი საკანონმდებლო. რისი თქვა მინდა? ისინი ამბობენ, რომ როცა ადამიანები სამოქალაქო სათნოებები, ანუ ადამიანები ზნეობრივად ცხოვრობენ და აქვთ ფასეულობები და სურვილი აქვს მათი შენარჩუნებისა, მაშინ ყველაზე კარგი არის მონარქია. მაგრამ როცა სათნოებები არ არსებობს საზოგადოებაში, როგორც არის ჩვენი ეპოქა, მაშინ უკეთესია დემოკრატია. რატომ? იმიტომ რომ დემოკრატია გვიცავს ყველაზე ცუდი საკანონმდებლო. ადამიანები როდესაც არ გააჩნიათ ეს სათნოებები, არიან ეგოისტები. ყველაფერი თავისთვის უნდათ. აი დემოკრატია გვაძლევს მექანიზმს, რომ ამ ეგოისტმა ადამიანებმა გააბათილონ ერთმანეთთან თავიანთი ეგოისტური მისწრაფები. აი ესეთი მაგალითი რო წარმოვიდგინოთ, ეს ძველი მაგალითი. თისწვერი. პატარა მოედანივითაა თისწვერზე და გარშემო ძალიან მაღალია ეს. და თისწვერზე სწორი პატარა მოსწორებული ადგილია. იქ დგანან ადამიანები
და ეკაჩებიან დროშას ყველა თავის ხარეს. გაშლილი აქვს დიდი დროშა და ყველა თავის ხარეზე ეკაჩება. ყველა ეგოისტია, ყველას ეს დროშა თავისკენ მიაქვს, მაგრამ რა კი თანასწორნი არიან მეტნაკლებად, ვერცეთი ვერ ძლევს თავისკენ და ისინი რჩებიან მთის წერზე, მაგრამ თუ კი აღმოჩნდა ერთი ძალიან ძლიერი სხვებთან შედარებით გადაკაჩავს თავისკენ და ყველა მთის წვერიდან ჩამოვარდება და გადაიჩეხება უშკულში. აი ამას ამბობს. აი ძველთაგანვე შენიშნეს ეს. როდესაც საზოგადოება პოლისი იქნება თუ სხვა დასახლებულია სათნოებებს მოკლებული ეგოისტი ადამიანებისაგან, რომლებიც საკუთარ თავზე ფიქრობენ, მაშინ ყველაზე კარგი არის დემოკრატია. დემოკრატია ყველაზე ნაკლებ სათნოებებს მოითხოვს. დაცვითი მექანიზმებია. აი თქვენ წარმოიდგინეთ, ხო თავრობა, რომელიც კორუმპირებულია, ფიქრობს საკუთარ თავზე, აქვს დიქტატორული მისწრაფებები და არასწორად ცხოვრობს. მას აკრიტიკებს და აკონტროლებს ოპოზიცია. არავინ არ ამტკიცებს ეს ოპოზიცია იდეალური ხალხია. შეიძლება ადამიანები ზუსტად ისეთივე არიან, როგორც თავრობაში მყოფი და ისინი თვითონაც ეს ოპოზიციონერები ზუსტად ისეთი გახდებიან, როცა ხელისუფლების სათავეში მოვლენ. მაგრამ მიუხედავად ამისა, გინდა არ გინდა, ისინი აკრიტიკებენ აი ამ თავრობას, მის პოლიტიკას და კონტროლის ქვეშ ყავს, აბალანსებენ ერთმანეთს. თუ კი ხალხია დამნაშავე ყველაფერში, მაშინ ხალხი გააფუჭებს ნებისმიერ მონარქიასაც. ბიბლიაში წმინდა წერილში მოცემულია უმაღლესი სიწმინდის მაგალითები და ამავე დროს უმაღლესი ბოროტების მაგალითები. რატომ? ჩვენ ხო ვიცით, რომ ბიბლია მარტო წმინდანებზე არ ლაპარაკობს, ბიბლიას მოყავს მაგალითები ცოდვილებისა, მაგრამ ბიბლიაში მოყვანილი ცოდვები ყველაზე საშინელება, რატომ ისინი პირდაპირ ღმერთს უპირისპირდებიან. ზოგჯერ ადამიანის ცოდავს უზრუნველების გამო და ზოგჯერ ცოდავს იმიტომ, რომ პირდაპირ უპირისპირდება ღმერთს და ასეთი მაგალითებია ყველაზე მეტი ბიბლიაში. აი წმინდა მამებს ხშირად ეკითხებიან, რატომ მოვიდა უფალი ამა და ამ დროს. ხო შეიძლება ადრე მოსულიყან უფრო გვიან და ყველა წმინდა მამა თითქმის ერთად პასუხობს, იმიტომ რომ უფალი მოვიდა მაშინ, როდესაც დრო მომწიფდა, ანუ ბოროტება მთელი სისავსით გამოვიდა, ყველაზე მთავარი გამოვლინებები ბოროტებისა მაშინ იყო. როდესაც ყველაზე კრიზისული სიტუაცია იყო, მოვიდა უფალი მაშინ. და რატომ მოხდა ეს? იმიტომ მაშინ კაცობრიობა მზად იყო პირდაპირ დაპირისპირებოდა ღმერთს. რაც მოხდა ზუსტად იუდეაში. როცა მოკლეს ღმერთი, ჩვენ თქვით, რომ ფარისელებმა იცოდნენ, ვისაც ემტერებოდნენ. ეს ბიბლიაში მოყვანილი ცოდვები, როდისაა ეს დემოკრატიის დროს? სად იყო დემოკრატია და ლიბერალური დემოკრატია? ეს ხო მონარქია. რეალურად მონარქია არ არის ახლა ჩრდილოეთ კორეაში ან კუბაში. ჯოჯოხეთია იქ. მაგრამ არ იცვლება არაფერი, ხო? ყველასაც ხოცლება გარდა ბიუროკრატიისა და მემკვიდრეობით გადადის ჩრდილოეთ კორეაში ძალაუფლება ვარგრა. მონარქია რეალურად სახელსაც დაარქმევ რა მნიშვნელობა აქვს. მონარქია ითხოვს ყველაზე მეტ სათნოებებს. ნამდვილი მონარქია დგას მორჩილებაზე და ღვთისგანგებულების წმენაზე. ძველად როგორ იყო? მონარქია იყო ღირსების და ღვთისგანგებულების მიხედვით. როგორი მონარქიც არ უნდა ყოფილიყო. სათავეში ისინი ფიქრობდნენ, ეს ღმერთის დადგენილია. ყველაფერი ღმერთის განგებულებით ხდება. როდესაც ხალხი წმინდა მონარქი ყავს, როდესაც გარყვნები არიან, დგება მონარქი ისეთი, რომელიც ართმევს მას თავისუფლებას. აი, დამნაშავე ადამიანს რას უშვებიან, ართმევენ ნებას, იმიტომ ციხეში სვამენ. და ღმერთის განგებულება ესე უშვებს, რომ თუ კი ხალხი გარყვნილია, ეძლევა ტირანი, რომელიც ართმევს ადამიანების თავისუფლებას. ყველაფერი უნდა მიიღო მადლიერებით, როგორც ღვთის განგებულება. შეუძლია თანამედროვე ადამიანს, რომელსაც წმენა არ აქვს, ასეთი რაღაც გაგიჟდებიან. ვერავინ ვერ იგუებს მონარქს. აი ძველი მონარქია ეფუძნებოდა მორჩილების და მადლიერების და ღვთისგანგებულების წმენის სათნოებებს. ამიტომ გააძლო ათასწლეულები. და მონარქებიც იზრდებოდნენ როგორ? მონარქი რო იყო ქვეყნის სათავეში, მას კი არ ფიქრობდა, მე განსაკუთრებული ვარ, მაგრამ ღვთისგანგებულებით არაფერი არჩევანი არ ხდება, ეს მემკვიდრეობით გადმოდის, დინასტიით. და ღმერთმა დამაყენა აქ, იმიტომ რომ უპირველეს ყოვლისა ჩემი მოვალეობაა, ჩემ ხალხს ვემსახურო და თავი გავწირო, ძალიან ხშირად ხდებოდა, რომ მონარქები დავსირავდნენ თავის ხალხისთვის. არ იყო დიმიტრი თავდადებული, რომელიც უზარმაზარი მოწამეა, ხო? თავისი ადამიანური სისტემები ყავდა, რამოდენიმე ცოლი ყავდა. სუსტი იყო ადამიანურად რაღაც ამ ასპექტით, ხო? მაგრამ როდესაც დადგა საკითხი, გაეწირა თავი თუ არა თავისი ქვეყნისთვის არც კი დაფიქრებულა, იმიტომ ასე იზრდებოდნენ მაშინ. ეხლა ყველა მონარქი ერთნაირად თავდადებული არ იყო, ერთნაირად წმინდა, მაგრამ იზრდებოდნენ ასე, მათთვის შეუულებრივი მოვლენა იყო, რომ გაეწირა თავისი თავი ქვეყნისთვის. აი წარმოგიდგენთ ოჯახის მამა. შეიძლება სამაგალითო სათნო კაცი წმინდანი არ იყოს, მაგრამ მის ოჯახს რომ დაემუქროს, თქვათ,
სიკვდილიან საფრთხე შეიძლება გმირად გადაიქცეს ის კაცი. არა იმიტომ რომ წმინდანია, ან განსაკუთრებული სათნოებები ქონდა, და უყვარს და იცის რომ ისის არ მინდა სიტყვის მაგრამ ინსტინქტის დონეზეა დასული რომ მისი მოვალეობა თავის ოჯახს უპატრონოს და თავი გასწიროს მათთვის. აი ასე იქცეოდნენ ძველად მეფე. ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ მონარქია თანამედროვე ეპოქაში. თუ კი ასეთი სათნოებები არა გვინ გაუძლებს ამას. თქვენ წარმოგიდგენიათ რომ თანამედროვე პირობებში ქართველები ისდნენ და ხედავენ რომ მონარქია არის არაფრით არა გამორჩეული არც მორალურად არც ჭკუით და ის მართავდეს ყველაფერს. 3 საათი არ გააჩერებენ. აი როგორც საფრანგეთში ხდებოდა სულ რევოლუციები. მაგრამ თქვენი თქვით რომ ეხლა ხო არსებობს მონარქიები. ეს ის მონარქია არის ლიბერალური დემოკრატიის ნაწილია. ინგლისში არსებობს მონარქია, ესპანეთში არსებობს მონარქია, ჰოლანდიაში და სხვაგან, მაგრამ ეს არის ლიბერალური დემოკრატია. იქ ქვეყანას მართავს პარლამენტი და პარლამენტის მიერ დამტკიცებული მთავრობა, ხელისუფლება. ეს მონარქია უფრო სიმბოლოა, რიტუალური ფუნქცია აქვს, ონორიფიკულია და არა რეალურად არ მართავს. არის ინგლისური ანდაზა რომ მეფე მეფობს და არ მართავს. თანამედროვე ეპოქა, როდესაც არ არსებობს ტრადიციული ფასეულობები, აი მორჩილებისა, ღვთისგანგებულების წმენისა, მადლიერებით მიღებისა ყველაფრის, იქ მონარქიის არსებობა არის შეუძლებელი. და კიდევ ერთი რა, ყოველთვის არ ყოფილა დარწმუნების წყარო. ეხლა კი არის მართლაც აი სარგებლობენ ადამიანები თავისუფლებით და თავისუფლების სახელით უამრავ ბოროტებას შადიან, მაგრამ ეს კიდევ მეორე თავად დემოკრატიის პრობლემა არ არის. იმიტომ რომ აი ჩვენ შუა საუკუნეებიდან ვიცით აი მაგალითად ფრონცია, იტალია იქნებოდა რომის მაგალითი, როდესაც რესპუბლიკა იყო, დემოკრატია, როგორი სათნოებები იყო. დემოკრატია აძლევდა, რესპუბლიკანიზმი აძლევდა ადამიანებს სათნოების, სამოქალაქო სათნოების განვითარების საოცარ შესაძლებლობას. რატომ ეს ფსიქოლოგიურია ძალიან. როდესაც ადამიანი პასუხისმგებლობას გზნობს ვიღაცის მიმართ, იზრდება. წარმოიდგინეთ ახალგაზრდა გოგო, რომელიც გაუთხოვარია ჯერ. სულ ხალის გართობაზე ფიქრობს თავის დაქალებთან დადის და უფრო სოციალური ცხოვრება აქვს. მე როდესაც დაოჯახდება, რადიკალურად იცვლება. და მთელი მისი ენერგია და დრო გადადის ბავშვზე, რომელსაც ხშირად გამოუცვალოს, დაფოფინებს თავზე, სულ მისი ინტერესებით ცხოვრობს და სოციალური ცხოვრება აღარ აქვს ისეთი. თუ რატომ გაიღვიძა მასში პასუხისმგებლობა? როდესაც ანტიკურ ეპოქაში, თქვათ შუა საუკუნეებში საზოგადოება უფრო ფასეულობით იყო, ამან გაზარდა ადამიანები ძალიან. ატომური აფეთქებასავით მოხდა საბერძნეთში, ათენში, უზარმაზარი კულტურა, ლიტერატურა, ხელოვნება. ასევე რომმა შექმნა უზარმაზარი ცივილიზაცია მთელ სამყაროზე გაბატონდა. რატომ იყო? იმიტომ რომ აი ეს ადამიანებს ჰქონდათ პასუხისმგებლობა თავისი ქვეყნის მიმართ. დაამარცხებდნენ ერთხელ რომს, უცებ მეორე არმია მოდიოდა იმხრივ. იმიტომ რომ მოქალაქეები გზნობდნენ პასუხისმგებლობას, უყვარდათ თავიანთი თავისუფლება, თავიანთი ქვეყანა. მარტო პოლიტიკური ელიტა კი არის იყო აქტიური და ზრუნავდა ცხერის ქვეყანაზე რა ყველა ხალხი. აი ეს დემოკრატია აძლევს ადამიანებს გაზრდის საშუალებას. აი ამ თვალსაზრისით და კარგი დემოკრატია. და როგორ წარმოიშვა კიდე დემოკრატია? დემოკრატია არ არის იდეოლოგია, თუმცა შეიძლება იდეოლოგიად გადააქციო, ამაზეც ვიფიქრებ. დემოკრატია არ წარმოშობილა როგორც იდეოლოგია. არამედ წარმოიშვა როგორც პოლიტიკური პრაქტიკა. რატომ ლაპარაკ ხას უსვამ ამ წარმოშობას? წარმოშობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იმიტომ რომ ჩანს მისი ბუნება რა არის. ხშირად მოყავს ეს მაგალითი, იძულებული ვარ კიდევ ერთხელ მოვიყვანო. წმინდა წერილის მაგალითი. წმინდა წერილი არის სიყვარულის წიგნი. წმინდა წერილი სახარება. სახარება ეს არის გაგრძელება იესო ქრისტეს და მოციქულების ქადაგებისა. იესო ქრისტე ქადაგებდა, ასწავლიდა სიყვარულს. ყვარებოდა თვისი მისი მტერს. და იესო ქრისტეს ქადაგება და მისი საქმეების დამოწმება გააგრძელეს მოციქულებმა. შემდეგ როდესაც მოციქულები ადამიანები იყვნენ, ისინი დაიბოდებოდნენ, ისოდენ ჩაწერეს ეს სახარება მოციქულების ქადაგება და დამოწმება. აი ამისთვის შეიქმნა სახარება, რომ შეეხსენებინათ მომავალი თაობისთვის, შეეხსენებინათ უფლის სიტყვები დამოწმებული მოციქულების მიერ. სიყვარულის წიგნია. იესო ქრისტე მოვიდა სიყვარულისთვის, როდესაც რაღაც სოფელში არ მიიღეს იესო ქრისტე დაბაში. იოანე ღვთისმეტყველმა და მისმა წაუთხა, რომ ვილოცებთ ეხრავ და ჭექაქუხილი მოვაო და მოკლავს ღმერთიამ და იესო ქრისტემ უთხრა, თქვენ არ იცით მის მოვიდი არა დასასჯელად, არამედ სიყვარულის საკადაგებლად. იესო ქრისტე სიყვარულს გადაგებდა. და შემდეგ სახარებას იყენებენ ძალადობისთვის, ტრობისთვის, კლელობისთვის, ტერორისთვის და ასე შემდეგ. ეს მე ადამიანების ბრალია, რომ დაინახო ფენომენის ნამდვილი არსი, ავთენტური უნდა ნახო, როგორ წარმოიშვა. აი ამიტომ ამახვილებს ამაზე ყურადღებას. დემოკრატიის შემთხვევაში და ლიბერალიზმის შემთხვევაშიც აი ამას გავაგზავნე.
როდის ჩამოყალიბდა დემოკრატია? დემოკრატია ჩამოყალიბდა საბერძნეთში და შემდეგ რომში. რატომ ჩამოყალიბდა დემოკრატია? მეფე გააძევეს ამორალური ცხოვრების გამო. რომაელებმა გააგდეს ტარკვინიუს ამაყი, იმიტომ რომ ტარკვინიუს ამაყი წამპარტავანი კაცი იყო, იმიტომ ქრია ესეც სახელი. ტრაკი ამაყი იყო მისი შვილების ესეთი გაზარდა და ტარკვინიუს ამაყის შვილმა გააუპატიურა რომაელი მატრონა, ძალიან კეთილი ქალი და იმ ქალმა მერე ამ სიცხვილის გამო მოიკლა თავი და აღშფოთდა რომაელები ამის გამო. როგორ გაბედეს, აი ოჯახის დედა, ძალიან პატივცემული არისტოკრატი ქალი, უზარმაზარი სოციალური წონის მქონე, გააუპატიურა მეფის შვილმა და გააგდეს ტარკვინიუს ამაყი და მოისპო მონარქია. მონარქის ფუნქცია რა იყო როგორც საბერძნეთში, ისე რომში და სხვა ხალხებში? მონარქს ჰქონდა შემდეგი პრეროგატივები, რომ ის იყო მოსამართლე უპირველეს ყოვლისა, უმაღლესი ინსტანციის მოსამართლე. აი ბიბლიაში ხედავთ სოლომონ მეფესთან მიყავთ მიდის ორი ქალი, რომლებიც კამათობენ ვისია ეს შვილი და აი სოლომონ მეფე გაარჩევს იპყროს ვისამინ არის სამდული შვილი და ასე მეფსალმუნე დავითთან მიდიოდნენ. ასევე მონარქს რა უფლებები ჰქონდა, ნიშნავდა ქალაქის თავი ვინ არის, ან რაღაც კანონებს იღებდა, ასევე იწყებდა ომს და დებდა მზავს და ასე შემდეგ. ეს გადაიბარა ხალხმა. აი დაიბადა ასე დემოკრატია. რასაც აკეთებდა ადრე მეფე, იმას აკეთებდა პარლამენტი. ნუ პარლამენტი არ ეთქვა ესე უხუცესთა საბჭო, ნუ ყველაზე დაბრძენებული, ყველაზე ჭკვიანი ხალხი იკრიბებოდა და რაც ადრე უნდა მეფეს გააკეთებინა, აკეთებდა ხალხი. მაგრამ როდესაც გაჩნდა დემოკრატია საბერძნეთში და რომში, იყო ის იდეოლოგიური თქვენ მას შემდეგ რაც გაჩნდა დემოკრატია, ეხლა ჩვენ უნდა შემოვიტანოთ ახალი პოლიტიკური ხედვა, სამხედროობა, უნდა შეცვალოთ ჩვენი წარმოდგენა ღმერთებზე, ოჯახზე, განათლებაზე, სახელმწიფოს ფუნქციაზე და ასე შემდეგ. რასაც იდეოლოგიები აკეთებს, რა თქმა უნდა არა. ამ შემთხვევაში დემოკრატია იყო სახელმწიფო ინსტიტუტების მოქმედების და ფუნქციონირების და არსებობის ერთ-ერთი ფორმა. ეს პოლიტიკური პრაქტიკაა და არა იდეოლოგია. თუმცა შეიძლება დემოკრატია გადააქციო იდეოლოგიად. არის ასეთი შემთხვევები, არის ამერიკელი ძალიან ცნობილი გავლენიანი ფილოსოფოსი დიუი, იმსახურებს ეს კაცი ძალიან დიდი ფილოსოფოსია, მაგრამ აქვს შეცდომები და მაგალითად რა იდეოლოგიად გადააქცია დემოკრატია. ლაპარაკობს, თუ შენ არ ახარ დემოკრატი, მაშინ ობსკურანტისტი ხარ და ცუდი ადამიანი ხარ და ყველგან სოციალურ ყოფაში ყველგან უნდა გამოიყენებოდეს დემოკრატია. თავისუფლებასთან, სინდისთან და მორალთან აიგიოს. დემოკრატია პოლიტიკური პრაქტიკა კი არა, მორალურ კატეგორიაზე დაიყარეს. თუ შენ არ ახარ დემოკრატი, არ ახარ მორალურად სრულყოფილი ადამიანი. ეხლა რატო ლაპარაკობდა ამას? გასაგებია, მაგრამ შეცდომაა, ეს იდეოლოგიური პოზიცია. ეხლა დიუი ლაპარაკობდა რატო? იმიტომ აკვირდება მის გარშემო ტექნოლოგიები და ინდუსტრია არის ძალიან განვითარებული. ისე დონეზეაო ჩვენი ინდუსტრია და ტექნოლოგიები განვითარებული, არავინ არ უნდა იყოს ღარიბი და პატარა ბავშვებს არ უნდა შეოდენ, მოხუცებს ყველას უნდა ჰქონდეს ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და ყველა ადამიანი უნდა ცხოვრდეს კომფორტულად. არ უნდა იყოს საშინელი სიღატაკი. ესოა ყველაფერი დემოკრატიის ბრალიაო. თუ ამხელა ძალა აქვს წარმოებას და ინდუსტრიას ეს უნდა იყოს გადანაწილებული თანასწორად. ეს ღარიბ ქვეყნებშიო დემოკრატია არ მუშაობს, ამიტომ ასეთი სოციალური თანასწორობა. და ამიტომ განაზოგადად თქვა, თუ შენ არ ახარ დემოკრატი, შენ არ ახარ მორალური პიროვნება. მაგრამ ეს ძალიან დიდი არასწორი პოზიციაა, იდეოლოგიზაციაა დემოკრატიის. დემოკრატია არ შეიძლება ყველგან. სოციალურ ცხოვრებაში თუ კულტურულ ცხოვრებაში ყველგან არ შეიძლება დემოკრატია. შეიძლება დემოკრატია ოჯახში. არა. აი წარმოიდგინეთ თქვენ ოჯახი დიდი, სადაც აი დედა, მამა და ბევრი შვილებია და უმრავლესობა ბავშვების არის პატარა. სკოლამდელი ასაკის ან პატარა პირველი მეორე მესამე კლასი. აღზრდის პროცესი შეიძლება იყოს დემოკრატიული? აი თქვა, ოჯახი უნდა შეიკრიბოს და თქვას, რომ აი ახლა ჩვენ ხმა მივცეთ, ბავშვებმა უნდა დაიბანოს თორა ხელი ჭამის წინ, დილით უნდა ადგინოთ, წავიდეთ თორა სკოლაში. ხო სისულელია, სასაცილოა ეს. ან დემოკრატიის პროცესი შესაძლებელია ეკლესიაში დაუშვა, აი თქვა, რომ ყეჭის ყრით გადაწყვიტოს სამების დოგმატი სწორია თუ არა. ან ხალხმა დემოკრატიულად აირჩიოს სასულიერო პირები, რა თქმა უნდა არა. იმიტომ რომ ეკლესია საკრამენტალური ბუნებისაა, სხვა ბუნებისა და სხვა არის მისი ძალაუფლების წყარო და ყველგან არ შეიძლება იყოს დემოკრატიული პროცედურა მართვისა და გადაწყვეტილებების მიღებისა. კიდევ ვიმეორებ. დემოკრატია არ წარმოშობილა იდეოლოგია, ეს იყო პოლიტიკური პრაქტიკა და რა კი პოლიტიკური პრაქტიკაა, თქვენ შეგიძლიათ ის აკრიტიკოთ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური კატეგორიებში და უამრავი ავტორი არსებობს, ძალიან ჭკვიანი ხალხი, რომელიც ზოგი აკრიტიკებს, ზოგი იცავს.
და რომ ჩემი აზრი რა არის. ეს არ უნდა ხდებოდეს ეკლესიის და ქრისტიანობის სახელით და მეორე დემოკრატია ზოგ ეპოქაში არ არის საუკეთესო, მაგრამ ზოგში აუცილებელია. აი, როდის არ არის დემოკრატია მიღებული კარგი? როდესაც საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს სათნოებები. აი, მაშინ მონარქიის სტრუქტურა ისეთია, რომ უფრო ინახავს აი ამ სათნოებებს. თუ საზოგადოება კიდევ იმეორებს სამოქალაქო სათნოებებით არის შემკობილი, მაშინ მისი შენარჩუნების ინსტრუმენტი არის მონარქია ყველაზე კარგი. თორემ წარმოგიდგენთ თქვენ მონარქი, რომელიც ძალიან სათნოა, აი თამარ მეფესავითაა მონარქი, ძალიან მორწმუნე, ძალიან თავდაბალი, ძალიან ღმერთის მოყვარე და ასე შემდეგ. მაშინ საზოგადოებას აქ აძავენ თავიანთ მონარქს და ცენტრალიზებული ძალაუფლება და ის უფრო ინახავს ამ სათნოებს. გარანტიას ვერ იძლევა, მაგრამ ინახავს მას. მაშინ დემოკრატიის დროს აი სათნოებები უფრო სწრაფად იკარგება, იმიტომ რომ 100 კაცი რო აიღო, უმრავლესობა უფრო მატერიალისტურია და მატერიისაკენაა, კერძო ინტერესებისაკენაა მიდრეკილი. აი უბრალოდ ეს არის. მაგრამ კიდევ უნდა გავიმეოროთ, რომ დემოკრატიის კრიტიკა ეკლესიას არ ეგების. სასულიერო პირმა შეიძლება როგორც კერძო პიროვნებამ გააკრიტიკოს პოლიტიკური ან ეკონომიკური კატეგორიებში, მაგრამ ამბიოინდან ქადაგება იმისა, რომ დემოკრატია დემონური მართლობა, ამის უფლება არ აქვს. რუსეთში რევოლუცია რომ მოხდა, აღარ იყო დემოკრატია, დამყარდა ბოლშევიკური დიქტატურა. და ბოლშევიკურმა დიქტატურამ დაუწყო დევნა ეკლესიას. სად გაიქცა ეკლესია? გაიქცა ირანში, ან სხვაგან სადაც დიქტატურა იყო. არა, გაიქცა ამერიკაში და დასავლეთ ევროპაში. რატომ იქ თავისუფლებაა? თავისუფლება იყო აღესრულებინა შენი ღვთისმსახურება და გექადაგა თავისუფლად. და დაარსდა ემიგრაციული ეკლესია ევროპაში და ამერიკაში და მე-20 საუკუნის თეოლოგია მართლმადიდებლური არის ემიგრაციული თეოლოგია. რატომ? იმიტომ თავისუფლებაა. და სადაც ჭეშმარიტი რწმენა არსებობს, თუ კი სასულიერო პირს აქვს ჭეშმარიტი რწმენა, გულიდან მოდის მისი ქადაგება, მოიზიდავს ადამიანებს ეს ღვთის სიტყვის თვისებაა. არ არსებობს უფრო ძლიერი რამ, ვიდრე ღვთის სიტყვა და სადაც გულწრფელი ქადაგება და გულწრფელი რწმენა, იქ ადამიანები მიდიან და ძლიერდება ეკლესია და ასე მოხდა ემიგრაციაში. ესე იგი, დემოკრატიაზე ვისვა. ახლა გადავიდეთ ლიბერალურ დემოკრატიაზე. ესე იგი, ჩვენ ცხოვრობთ რომელ ეპოქაში? ახლა დემოკრატია ძალიან ძველია და ლიბერალიზმი წარმოიშვა უფრო მოგვიანებით და აი ლიბერალიზმის მამად ითვლება ჯონ ლოკი. ახლა ავიღოთ ეს პრინციპი. რომ გავიგოთ რა შემდგომარეობს ლიბერალიზმის არსი. როდესაც ლიბერალიზმი უერთიანდება დემოკრატიას, წარმოიშვა ლიბერალური დემოკრატია. დემოკრატიის მთავარი პრინციპი რა არის? უმრავლესობის ხმა და დაცვა უმრავლესობა წყებს. ლიბერალიზმი მოვიდა რატო? ლიბერალიზმი იცავს კერძო პიროვნების თავისუფალ სივრცეს, უფლებებს, თავისუფლებას. ლიბერალიზმი სიტყვა აქედან მოდის. ეს არის ინსტიტუციონალური დაცვა და გარანტიების ადამიანის პირადი თავისუფლებისა. ადამიანი მარტო ხო არ ცხოვრობს, სოციალურ გარემოში ცხოვრობს, ხო? ამიტომ მას შეიძლება ინსტიტუციონალური გარანტიები. სახელმწიფო უნდა აძლევდეს გარანტიებს ადამიანის პიროვნულ თავისუფლებას. კონსტიტუციონალურად უნდა იყოს დაცული. ჩვენ კონსტიტუცია გვაძლევს ფუნდამენტალურ უფლებებს, ფუნდამენტალურ სიცოცხლის, თავისუფლების, სიტყვის გამოხატვის, წმენის თავისუფლებას და ასე შემდეგ. ეს არის ფუნდამენტალური უფლებები. და კონსტიტუცია იცავს ამას. კონსტიტუცია იცავს ადამიანს სახელმწიფოს ძალადობისაგან, ეს არის ლიბერალიზმის არსი და აი როდესაც ეს აუცილებლობა დადგა სახელმწიფოსგან დაეცვათ ადამიანები და მაშინ გაშდა ლიბერალიზმი. აი ამაზე მინდა ახლა ლაპარაკი. გამოიტანა ლიბერალიზმი. თანამედროვე ეპოქაში ლიბერალიზმი დამახინჯებულია, იმიტომ რომ სეკულარული გარემოა, ღმერთი აღარ წამთ და ადამიანებს როცა არ წამთ ღმერთი, მთლიანად მიწისაკენ არიან მიქცეული და მიწის სიამოვნებას ეძებენ, ამახინჯებენ ლიბერალიზმს, როგორც ამახინჯებენ წმინდა წერილს. აი ზუსტად ის. ყველაფერს აფუჭებენ ადამიანები, დემოკრატიას, ლიბერალიზმს და მონარქიასაც გააფუჭებენ და ყველაფერს გააფუჭებენ. ადამიანებია ფაქტორია გადაგვარებისა, მაგრამ ლიბერალიზმი თავისთავად წარმოიშვა პოლიტიკური ფენომენი, როგორც დემოკრატია. და ის როცა წარმოიშვა იყო უაღრესად პოზიტიური. თქვენ ახლა ძალიან ბევრს გაგიკვირდება და ეს პარადოქსულად მოეჩვენება. მაგრამ ლიბერალიზმი წარმოიშვა სეკულარიზმის საწინააღმდეგოდ. ესე მისი წარმომავლობით ის არის პოლიტიკური ფენომენი, ძალიან დადებითი სეკულარიზმის წინააღმდეგ. აი, სანამ ამაზე გადავიდოდე, მანამდე თქვა, ეხლა არ გეგონოთ, რომ მე რაკია ვიცავ ლიბერალებს როგორც პოლიტიკურ პრაქტიკას, ვიცავ თანამედროვე ლიბერალებს. რა თქმა უნდა, არა. ძალიან ბევრი თანამედროვე ლიბერალი არის კრიტიკის ღირსი, იმიტომ რომ არაფერი წმინდა არ აქვს.
და ყველაფერი მათთვის რელატიურია, ყველაფერი დასაშვებია, ხადაგებენ რაღაც რას. ასევე მე თეოლოგი ვარ ჩემი განათლებით, ხომ? და ლიბერალური თეოლოგია არის ისეთი რამ, რომელიც ყველაზე ნაკლებად სიმპათიური. ისინი უარყოფენ იესო ქრისტეს ღვთაებრიობას, ლაპარაკობენ წმინდა წერილი უბრალოდ ლიტერატურული ძეგლია, ისე უნდა შეისწავლოს როგორც ჩვეულებრივი ლიტერატურული ძეგლი და რელიგია დაყავს ხოლმე ზნეობაზე. რაც შემთხვევით აბსოლუტურად მიუღებელი. და მე არ მომწონს ეს ლიბერალური თეოლოგია. მაგრამ სხვა არის ლიბერალიზმი როგორც პოლიტიკური პრაქტიკა და ეხლა დავიწყოთ როდის წარმოიშვა ლიბერალური დემოკრატია და რა არის მისი არსი, აი ლოკისეული პოლიტიკური ლიბერალიზმი. და რატომ არის ის აუცილებელი? ნახეთ, ქრისტიანობა როგორი რელიგიაა? ქრისტიანობა რომ მოვიდა განსხვავებით ისლამისაგან და ისა ჩვენ იუდაიზმისაგან მაშინ თქვი. ქრისტიანობა ყოფს მკვეთრად განყოფს ერთმანეთისაგან სასულიერო და საერო ხელისუფლებას. აი იესო ქრისტე ლაპარაკობს მიეცით კეისრისა კეისრისა ღვთისა ღმერთსა. ეს ამაზე თქვით. რას ლაპარაკობს ამით იესო ქრისტე რომ? ღმერთი სხვა რამეს ითხოვს შენგან და კეისარი სხვა რამეს ითხოვს და ორივეს უნდა დაიმორჩილო. კეისარის მოვალეობაა დაამყაროს წესრიგი. და ეს წესრიგი ჭირდება ყველას. მორწმუნე ხარ, არა ხარ მორწმუნე, ვინც ახარ, ქრისტიანი ხარ, არა ხარ ქრისტიანი, ყველას ჭირდება წესრიგი. ამიტომ არის რომ იეცით კეისრისა კეისარი. ღმერთი ითხოვს შენგან სულ სხვა რამეს. ღმერთი ითხოვს შინაგან გარდაქმნას, ტრანსფიგურაციას, გულის განწმენდას, ნეობრივ სულიერ განვითარებას ითხოვს ღმერთი შენგან. და ეს ორი სხვადასხვა გაყოფილია ერთმანეთისგან, თუმცა ერთმანეთს ჭირდება. ჩვენ გვაქვს სული და სხეული. სულის საკვები სხვა, ფიზიკური საკვები სხვა. ეს ორი ერთმანეთისგან განსხვავებულია. თუ შენ მთლიან ხორცელ ინტერესებზე გადახარ, სული დაზიანდება. თუ მხოლოდ და მხოლოდ სპირიტუალისტურად სულზე იზრუნებ, მაშინ ხორცელად დაზარალდები და მოკვდები. არც ერთი არ არის სწორი. აი შუა საუკუნეებში ლაპარაკობენ სიმფონია იქნება, ხომ? აი საერო და სასულიერო ხელისუფლება შორის უნდა იყოს სიმფონია, ისევე როგორც სულსა და სხეულს შორის ერთმანეთს ხელს არ უნდა უშლიდეს, აი ეს არის სიმფონიის არსი. ორი ხელისუფლება არსებობს, ორივე ღმერთისაგან მოდის, ორივე აუცილებელია. ჩვენ გვაქვს ორი ხელი, გვაქვს ორი თვალი, ორი ყური და ის ჭირდება ორივე. აი ზუსტად ასე უნდა იყოს, საერო და სასულიერო ხელისუფლება ჭირდება ორი. ქრისტიანობა მოდის ძველი აღთქმისაგან და ძველ აღთქმაშიც იყო ესეთი ხედვა. აი წარმოგიდგენთ თქვენ უფალმა დაავალა მოსეს რომ გამოეყვანა ებრაელი ხალხი ეგვიპტის მონებისაგან და მოყავს გზაში 40 წელი ატარებს და მოსე როგორი იყო ყველაზე დიდი წინასწარმეტყველი იყო აი ებრაელები ლაპარაკობენ და მართლა იუდეველები და მართლაც იყო ხო ისეთი მადლი ჰქონდა რომ სახეზე ვერ უყურებდნენ ნათელი მოდიოდა და იძულებული გახდა ვერ უყურებდნენ თვალში იუდეველები ეს ნიშანი იყო რომ ეს ღმერთისაგან იყო დადგენილი ხო და სახეს იფარავდა მოსე. ახდენდა სასწაულებს, კლდეს დაარტყამდა, ჯერ წყალი გადმოდიოდა, გაყო ზღვა, ხო? უზარმაზარი წინასწარმეტყველია. ღმერთთან ერთად ცხოვრობდა, ხო? ეს. მაგრამ ამ დროსაც კი, როდესაც მოსე წინამძღოლს ხარს, სასწაულებს ახდენს, ხო? მაშინაც გაყო ღმერთმა ძალაუფლება საერო და სასულიერო. მოსეს მა აარონი დააწესა სამღვდელო ძალაუფლების მეთაურად და მამად და მოსე სჯულის ანუ კანონის. მაგრამ ასე მკვეთრად გაყოფილი არ იყო ეს როგორც ქრისტიანობაში მოხდა. დაცული იყო შუა საუკუნეებში აი სიმფონიის თეორია რომ გითხარით აღმოსავლეთის ეკლესია თუ დასავლეთის ეკლესია გელასიუსის მოდელია დაცული იყო ეს ორი ხელისუფლების თეორია. მაგრამ ნუ დასავლეთში ხდებოდა ეს პაპზე ორი მახვილის თეორია. ნუ ამაზე არ ვლაპარაკობთ, მაგრამ შეურყვნელი იყო ეს ორი ხელისუფლება. ეს დაირღვა როდის? დაირღვა როდესაც გაშდა რეფორმაცია. პროტესტანტიზმი, თუმცა მათ ჩვენ როცა ვლაპარაკობდით პროტესტანტიზმზე, ლექციაზე იქ თქვით, რომ როცა ჩამოყალიბდა პროტესტანტიზმი და რეფორმაცია, მათ უარყვეს, ეკლესია აღარ არის იერარქიული, საიდუმლოებები და ეკლესია გახდა ერასტიანის ეძახიან, ამას უბრალოდ ეკლესია გახდა ნაწილი მთლიან საერო სივრცის, ხო? პროტესტანტების პასტორები არ არიან სასულიერო მგლები ჩვენი გაგებით, არ იკურთხებიან. იქ ირჩევენ უბრალოდ მორწმუნეები, ირჩევენ ერთ-ერთ თავიანთ წევრს თავისი კომპეტენციის გამო ხელდასხმა არ ხდება და არაფერი. აი როდესაც აი ეს ხელისუფლების ეს მეორე შტო დაიკარგა შუა საუკუნეებში იმპერატორი არის და იმპერატორი ამბობს რომ მე კი ვარ ღმერთისაგან დადგენილი, მაგრამ რომის პაპის დასავლეთში რომის პაპის ღმერთისაგან დადგენილია და ერთმანეთს შეიძლება კი ავიწროვდნენ, თქვა მტრობა ჰქონდათ, მაგრამ იცოდნენ რომ ის არც ერთ არ აქვს მეორე ხელისუფლება გააუქოს ღმერთისაგანა. როდესაც პროტესტანტიზმის დროს ეკლესიამ დაკარგა სტატუსი საკრამენტალური ერთადერთი ძალაუფლება დარჩა ეს იყო მონარქიის და წარმოიშვა ეგრეთ წოდებული მონარქების ღვთაებრივი ძალაუფლების თეორია.
ანუ რას ამბობს მონარქი, რომ აი ღმერთმა თავისი ძალაუფლების დელეგირება გააკეთა ჩემზე. მე ვარ წარმომადგენელი ღმერთისა დედამიწაზე. ჩემი წარმომადგენლები არიან ჩემი მოხელეები, ხო? აი ბიუროკრატია. ამიტომ ვინც ბიუროკრატს ეწინააღმდეგება, ის მეწინააღმდეგება მე ვინც მეწინააღმდეგება, ეწინააღმდეგება ღმერთს. ეხლა ეს მონარქები მას კი ლაპარაკობენ, ჩვენ უცოდველები ვართ და არაფერს უც არ ვაკეთებთ, მაგრამ შენ არ აქვს უფლება ჩემ წინააღმდეგ წახვიდე, იმიტომ ღმერთისაგან ვარ დადგენილი. თუ მე რაღაცას ვაშავებ, ღმერთი მომკითხავს ამას და შენი საქმე ეგ არა. ხედავთ რა ხდება. როგორც რომის პაპები ლაპარაკობენ, მე ვარ ვიკარიოსი, ქრისტესი და დელეგირება მომცა თელი თავისი სულიერი ძალაუფლების. ხო? თუ რომის პაპებს არ ქონათ ამის უფლება და ჩვენ თქვით რომ ეს არასწორია, მაშინ მონარქებს საიდან აქვს? სეკულარული აქტია ეს. სიტყვა სეკულა მოდის ლათინურად ნიშნავს ჩამოჭრას. ისიც როდის დაიბადა ეს. როდესაც საეკლესიო მიწები ჩამოჭრა დაიწყეს და მითისება მონარქებმა და დიდებულებმა. ის რაც ეკუთვნოდა ეკლესიას და ღმერთს გადასცეს ადამიანებს. ეს არის სეკულარიზმის არსი. როდესაც მონარქი ითვისებს ღვთაებრივ პრეროგატივებს. ანუ ლაპარაკობს რომ ღვთაებრივი ძალაუფლების მფლობელი დედამიწაზე მე ვარ, ეს არის სეკულარული აქტი. ჩამოაჭრა ღმერთის, რაც ეკლესიას ეკუთვნოდა, მიითვისა თვითონ ეს ძალაუფლება. რა განსხვავება შენ ეკლესიის მიწებს მიითვისებ და ეპატრონები თუ ეკლესიის ძალაუფლებას. ეს არის სეკულარული აქტი. აი ამის წინააღმდეგ წარმოიშვა ლიბერალი. ეხლა საქმე რაშია? ყველა პრაქტიკა სწორია თუ არასწორი, ითხოვს მის გამართლებას. აი როგორც პუტინი თავის პოლიტიკას აპრავებინებს, ასე რომ ვთქვა, ბჭყალებში დუგინს ქრის თავის ევრაზიანიზმის თეორია აქვს, რომ აი პუტინის პოლიტიკა გაამართლოს ფილოსოფიურად. იყო აი დუგინზე ნიჭიერი იყო ის ფილმერი კაცი და როდესაც წარმოიშვა ინგლისი პროტესტანტიზმია, ხო? დაიბადა და მეფეების ღვთაებრივი უფლება. მეფემ მოინდომა რომ გადასახადები აეკრიფა პარლამენტის გარეშე. გაუგონარი აქტი იყო მაშინ, რომ ომის დაწყებას, დამთავრებას, გადასახადების ამოღებას ამას ამტკიცებდა პარლამენტი და მეფეს უნდოდა რომ ეს გაეოქმებინა და ლაპარაკობდა აი შექმნა ფილმერმა რომ ხარი დაეჭირა მონარქისტვის. და ლაპარაკობდა ესეთ რაღაცას. აი ნახე დააკვირდით ასე. ყველა მონარქი არის სულიერი მემკვიდრე ა ブラ ამისა. ღმერთმა უნდა უბრძანოს ა ブラ ამს, რომ ქანაანი დატოვოს, ან დაბრუნდეს ქანაანში, ან სხვაფრის შეჭიროს ღმერთს, დებს აღქმოს ა ブラ ამსა და არამისი ოჯახის წევრებთან, როცა უნდა წენა დაიცვითოს ისრაელმა, მაშინ ყველა სხვა ეცხადება და ეუბნება, ეცხადება ა ブラ ამს და ა ブラ ამს ემორჩილებიან ღმერთის სახელით. თუ შენ დაემორჩილები ა ブラ ამს, ანუ წინა დაიცვითა ქანაანიდან გადახვალ ეგვიპტეში ან სხვაგან ეს ამით ემორჩილები ღმერთსო, ხო? აი ზუსტად იგივეა მონარქია. ეს არის ფილმერის ფილოსოფიის არსი. ამას შეეწინააღმდეგა ლოკი და ამიტომ ითვლება ლოკი ლიბერალიზმის მამამთავრად. ლოკი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფილოსოფოსია. მე ვლაპარაკობ რომ ყველაზე დიდი, მაგრამ ყველაზე გავლენიანი ერთ-ერთი, იმიტომ ლიბერალიზმის მამაა და თანამედროვე ამერიკის კონსტიტუცია, მისი დამაარსებელი მამები და ეს ლიბერალიზმი არის ლოკის გავლენით. ხა რას ამბობდა ლოკი? ის რომ ერთი მეფია, მეორე მსახურია, ერთი ღარიბია, მეორე მდიდარი, ეს ღმერთის ბრალი არ არის, ეს არის ადამიანების ბრალი. ღმერთმა შექმნა ყველა თანასწორი და ყველას მიცა სამოთხე. სამოთხით ყველას უნდა ესარგებლა, მაგრამ არავისი არ იყო. და ღმერთი არის სრულყოფილი არსება და სრულყოფილად უყვარს ყველა. აი კარგი დედა რომელია, რომელსაც უყვარს თავისი შვილები თანაბრად. განსხვავდებიან ეს შვილები, მაგრამ ყველა თანაბრად უყვარს. აი წარმოგიდგენთ თქვენ დედა რომელსაც ერთს აძლევს ქონებას, მდგომარეობას და მეორეს არ აძლევს. კარგი დედა ეს არის. რაც ადამიანისთვის მიუღებელია უმეტეს ღმერთისთვის. ღმერთმა შექმნა ყველა თანაბარი. თანაბრად ესარგებლად სამოთხის რა, როდესაც დაეცა ადამიანები, მე თქვენ რომ მუშაობდნენ ეს შემია. და უკვე ამის გამოსწორება აღარ შეიძლება. და წარმოგიდგენთ ლოკი ლაპარაკობს, ჩვენ ვიბადებით მესაკუთრე. მესაკუთრე რა აზრით? არა ქონებით, არამედ ჩვენი უნარების. აი თქვენ მაგალითად წარმოგიდგენთ ადამიანი, რომელიც ძლიერია, ფიზიკურია, დისციპლინირებულია, პატიოსანია და ამუშავებს მის მიწას. ან წერს წიგნს, ან რაღაც საკეთებს. ხედაღამე მუშაობს, ხო? მოიყვანა კარგი მოსავალი, ეს მოსავალი მისია. აი მეორე მეზობელი არაფერს არ აკეთებს. თელი დღე ქეიფობს, კამათალს აგორებს, ან დომინოს თამაშობს ასე შემდეგ. იმას არა აქვს ეს. ვერ მიიღო მოსავალი, ხო? ამიტომ ბუნებრივია და სამართლიანია ის, ვინც მუშაობს, მისი იყოს მოსავალი. ეს ერთი სიზარმაცე იქნება თუ სხვა, ეს დაცემული ადამიანური ბუნების შედეგია. როცა დაეცა ადამიანები გასხოდებიან უნარებით ერთმანეთისაგან და დისციპლინით ასე შემდეგ. ამიტომ ლოკი ლაპარაკობს, რომ
ადამიანი იბადება მესაკუთრე და დაცემის შემდეგ ბუნებრივია და ღმერთიც ეთანხმება, რომ ადამიანს კონდეს კიდევ საკუთრება, მაგრამ ეს ღმერთ ასე არ შეუქმნია თავიდან. ამავე დროს ღმერთმა მიცა ადამიანს რა? ღმერთმა მიცა ადამიანს სიცოცხლის უფლება და თავისუფლება. და შენ არა გაქვს სახელმწიფოს წაართვა თავისუფლება, კერძო საკუთრება და სიცოცხლის უფლება და თუ რა თქმა უნდა დამნაშავე არა. აი ეს არის ლიბერალიზმის არსი. გესმით? აი ლოკი ეუბნება ამ ფილმერს და მონარქს, რომ მე თუ ჩემით ვიშრომე და ჩემი ქონება მაქვს, ჩემი თავისუფლება მაქვს, ჩემი სიცოცხლის უფლება, შენ არა გაქვს წამართვა, იმიტომ რომ მონარქი ხარ. თუ რაღაც აბრაამის სახელით. და ღმერთმა მომცა და რაც ღმერთმა მომცა, იმის წარსულის უფლება. და მეფეებს უნდა შეზღუდვა. აი პარლამენტის გაუქმება უნდა დაჭერა იმისა, ვინც იტყოდა და რომ მეფეს არ აქვს უფლება ჩემი ქონება წამართვა. მე მოიპოვე სამართლიანად ჩემი ქონება და იმ შემთხვევაში გადასახადები გადავიხადო დამატებით რაც არსებობს, თუ კი ჩემი წარმომადგენლები, ანუ პარლამენტარები დათანხმდებიან ამაზე. და შენ არა გაქვს უფლება ჩააჩუმო, დაიჭირო, მოკლა, თავისუფლება, სიცოცხლე წაართვა ისეთ ადამიანს, რომელიც არ გეთანხმება. აბრაამს რო იყენებო ფილმერს ეუბნება ლოკი. აბრაამი არ არის წინასახე მეფობისა. იმიტომ არც ცეთი ატრიბუტი არ აქვს მეფისო. აბრაამს არ აყავს არც ჯარი, არ აქვს არც სასამართლო. აბრაამი არის წინასახე მღვდელმთავრისა, ამიტომ ეძახის წმინდა წერილი მას პატრიარქს და არა მეფეს. რას აკეთებდა აბრაამი? აბრაამს ეცხადებოდა ღმერთის სწორია და მერე წირავდა სხვებს. აი გააკეთებდა ქვისგან საკურთხეველს, შეწირავდა სხვებს და ასხამდა ზეთს და ასე შემდეგ. ეს მღვდელმთავრის ფუნქციაა და არა მეფისა. არასწორად მოგაქვსო ეს არგუმენტი, ლოკი ლაპარაკობს. ასე დაიბადა ლიბერალიზმი. მეფის სეკულარისტული პრეტენზიების წინააღმდეგ. ეს ლიბერალიზმი როგორც პოლიტიკური პრაქტიკა, ლიბერალიზმი ითხოვს სახელმწიფო ინსტიტუტებს, ეს იქნება პარლამენტი, იქნება თუ სხვა, ითხოვს ისეთ გარანტიებს სოციალურს, რომელიც დაიცავს ადამიანის სიცოცხლის უფლებას, მის თავისუფლებას და მის კერძო საკუთრებას. აი ასე ამ ფუნქციით გაშდა ლიბერალიზმი. და მან მოიტანა იმ ეპოქაში ძალიან ბევრი სიკეთე. როგორც პოლიტიკურმა პრაქტიკამ. აი ამას უნდა უყუროთ. წარმოშობის დროს რა მოტივებმა რის წინააღმდეგ და რა სიკეთე მოიტანა. მერე რო დაამახინჯებენ, ის უკვე ადამიანების ბრალია და არა თვითონ ამ ლიბერალიზმისა. რა არის მეორე დიდი სიკეთე რა მოიტანა? შეცვალა მერკანტილიზმი, ახალი ეკონომიკური პოლიტიკა. ჯონ ლოკის მოწაფე არის ადამ სმითი. და სანამ ლიბერალიზმი წარმოიშობოდა, მანამდე იყო, ახლა სიტყვებს ვახსენებ, ეკონომიკის არაფერი რთული არ არის ამაში. ეგრეთ წოდებული მერკანტილიზმი. მერკანტილიზმი რას ნიშნავს? აი წარმოგიდგენთ ისე, თქვენ ხართ მონარქი და გაქვთ აბსოლუტური მონარქია, ხო? ანუ მთელი პოლიტიკური ძალაუფლება გაქვთ, რასაც ესწრაფოდა, თქვათ აი ინგლისის მონარქია და მერე საფრანგეთში გადავიდა ამ პროტესტანტები და წარმოიშვა ეს აბსოლუტური მონარქია, ლუი მე-14 და სხვა, ხო? რას ლაპარაკობს ესო? აი მე მაქვს აბსოლუტური პოლიტიკური ძალაუფლება და მაქვს ეკონომიკური, პოლიტიკური და ეკონომიკური სივრცე უნდა ემთხოვდეს ერთმანეთს, ეს რას ნიშნავს? მე მინდა რომ ჩემი ქვეყანა იყოს ძლიერი და მდიდარი, როგორც მონარქი და ჩემი საკუთრებაა. მე ვარ საფრანგეთი ლაპარაკობს ლუი მე-14 ეს ლამაზ სიტყვები კი არა. ლაპარაკობს იმიტომ რომ აი მთელი კანონი ლეგიტიმაცია, მთელი მოდის ჩემი ნებიდან. მონარქის ნება არის კანონი. მე რომ მინდა ჩემი ქვეყანა იყოს ძლიერი, ეს იმას ნიშნავს, ჩემს ნედლეულს არ გავატანინებ გარეთ. ჩემს მუსახელს არ გავიყვან. ნედლეული იქნება, ოქრო იქნება თუ რა, დავტოვებ, დავიცავ ჩემ ქვეყანაში, სხვა ქვეყანაში არ გავიდეს. ასევე მექნება პოლიტიკა პროტექციონიზმის. რას ნიშნავს ეს? აი საქართველოში მოყავთ პომიდორი, ხომ? მაგრამ ეს უკეთესია აზერბაიჯანში მოყვანილი. აი არ შემოვატანებ აზერბაიჯანის პომიდორს თქვა საქართველოში. რომ ქართული კრეხის გაიყიდოს. ერთი შეხედვით ეს ძალიან ჭკვიანური პოლიტიკაა. თუ ეფუძნება რა პრინციპს? ქვეყნის სიმდიდრე დამოკიდებულია მის ნედლეულზე, მისი მოქალაქეების კომპეტენციაზე, სიმდიდრეზე და ასე. ერთი შეხედვით ეს სწორია, მაგრამ ლიბერალები ლაპარაკობენ რომ ფუნდამენტალურად არასწორია ეს პოზიცია. ჯერტი რატო? იმიტომ რომ ეს არის ომის ცხარო. თუ შენ ფიქრობ, რომ შენი კეთილდღეობა და შენი ქვეყნის სიძლიერე ეკონომიური და პოლიტიკური დამოკიდებულია შენი ქვეყნის ნედლეულზე და ბუნებრივ სიმდიდრეზე, მაშინ სულ თვალი გექნება ომზე. რომ როცა მე ძლიერი ვიქნები, სხვა ქვეყანას წავარდნო აი ამ ნედლეულსა ტერიტორიებს და წყაროს, რომ ამით კიდევ უფრო გავძლიერდეთ და გამდიდრეთ და მართლაც. სანამ ლიბერალიზმი შემოვიდოდა, მანამდე ევროპაში 5 წელი არ იყო რომ ომი არ ყოფილიყო.
როგორც კი გაძლიერებდა რომელიმე ქვეყანა, კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით იპყრობდა სხვა ქვეყნისა და წაეღო ნედლეული და ხალხი. ხალხი როგორც ერთ-ერთი წყარო ცოცხალი ნედლეულისა. აი ადამ სმიტი რას ამბობს, ეს არასწორი. თავისუფალი ბაზარი, აი ადამ სმიტი არის თავისუფალი ბაზარის დამცველი. თავისუფალ ბაზარს მოაქვს ის, რომ ყველა უფრო მდიდრდება და მშვიდობა ხდება უფრო მომგებიანი ვიდრე ომი. რას გულისხმობდა ამაში? აი წარმოგიდგენთ, აი ქართველი კაცი აქვს ფული. დაინტერესებულია მეტი ფული ნახოს და გაიგო, რომ სომხური კონიაკი არის ძალიან კარგი. ან პომიდორი აზერბაიჯანში უკეთესი მოდის. წავა და დააფინანსებს, ინვესტიციას ჩადებს ამ საქმეში. თუ მაგათ თავისუფალი ეკონომიკური სივრცე, პოლიტიკური და ეკონომიკური სივრცე არ ხო ერთმანეთს, ანუ პოლიტიკურ ლიდერს არ აქვს უფლება შეზღუდოს ჩემი ეკონომიკური ინიციატივა. აი მე მინდა რომ ჩემი ინვესტიცია ჩავდო თქვა სომხეთში და აზერბაიჯანში. იქ მეტი მოგება ვნახო და ისე ფიქრობენ ისინიც. შემოაქვს საქართველოში თავიანთი ფული და მუშახელი სპეციალისტი. აი მაგალითად ჩვენ გვჭირდება რაღაცი სპეციალისტი. აი თქვა საქართველოში ცოტა ნავთობი ხო არის და აზერბაიჯანელი სპეციალისტი მინდა შემოვიდეს თავისუფლად აქ. იმიტომ იქ უფრო გამოცდილება აქვს ნავთობში. ისე მომყავს ეს მაგალითი ამშრომლობა. თუ ასეთი რაღაცა ხდება თავისუფალია, თავისუფალი ბაზარი და ეკონომიკური სივრცე არ არის რეგლამენტირებული პოლიტიკურად. მაშინ ომი აღარ გაწყობს. მე ჩემი ფული თუ მაქვს ჩადებული აზერბაიჯანში, მასთან ომი აღარ მინდა და მართლაც. როდესაც ლიბერალიზმი შემოვიდა, ლიბერალიზმმა ძალიან შეამცირა ომის რისკები და ესეთი. მეორე, ლიბერალიზმი რას ლაპარაკობს? ქვეყანას ამდრირებს არანედლეული, არამედ თავისუფალი ინიციატივა, იმიტომ რომ კულტია თავისუფალი ბაზარის და ადამიანის თავისუფალი ინიციატივის. ინდუსტრია, კომპეტენტური, ტექნოლოგიით აღჭურვილი ადამიანები არიან სიმდიდრის წყარო და არანედლეული. ამაში აბსოლუტურად მართალია ლიბერალიზმი. ამას აჩვენებს ისტორია. აი, იგაური მაგალითებია ლამის. ავიღოთ ორი მაგალითი, კონგო და რუსეთი. კონგო არის ეძახიან ბუნების საოცრებას. თითქმის ყველა ნედლეული აქვს კონგოში. ძველ კონგო, ერთიან კონგოს გულისხმობ. მაგრამ საშლად ღარიბები არიან. იმიტომ რომ არ არის ინდუსტრია, არ არის დემოკრატია, არ არის თავისუფალი ბაზარი და ვიღაცები, ოლიგარქები და ისინი ვიღაცების სარგებლობენ მოსახლეობა საშლად ღარიბია. მიუხედავად იმისა, ზღაპრულად დიდარია ეს ქვეყანა. ასევე ავიღოთ რუსეთი. რუსეთი არის პლანეტის მე-6-დია, ხო? და ფერადი ლითონები და ისინი თითქმის 40% თუ არ ვცდები, მარტო რუსეთშია და უამრავი ნედლეული, უზარმაზარი ნედლეულის მქონე ქვეყანა და ღარიბები არიან ძალიან. ამის საპირისპიროდ ავიღოთ ფინეთი და იაპონია. თითქმის არაფერი ნედლეული არ აქვს არც ერთს, მაგრამ უფრო მდიდრები არიან. აი, რაკი იაპონია ვახსენეთ. ავიღოთ ესეთი მაგალითი. აი, მეორე მსოფლიო ომამდე. მაშინ ჯერ კიდევ მერკანტილური ეს პოლიტიკა უფრო ძლიერი იყო, იმიტომ იმპერიების ეპოქაა, ხო? აი ფიქრობენ, იაპონია და გერმანია ფიქრობს ესეთ რაღაცას. ჩვენ ქვეყნის არსებობისთვის სჭირდება სხვა ქვეყნების დაპყრობა. აი გერმანელები ლაპარაკობენ Lebensraum. გერმანელი ხალხი, გერმანული რაიხი რომ იყოს ძალიან მდიდარი და ხალხი ცხოვრდეს კარგად, ჩვენ სჭირდება სივრცე. ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ციმბირამდე რუსებისთვის წაერთმიათ მთელი ტერიტორია. მას ხანად ვერ ვიარსებეს, ნედლეული გვჭირდება, სივრცე გვჭირდება, აი ეს მერკანტილური პოლიტიკა აქვს. იაპონელებიც იგივეს ფიქრობენ. თუ ჩვენ გვინდა რომ აი ეს ამომავალი მზის იმპერია მიარსებოს, უფრო კარგად ვიყოთ, უნდა დავიფრთხოთ, თქვათ აზიის ქვეყნები, მანჯურია და სხვა ასეთი რაღაცა დაპყრობებზე არიან ორიენტირებული, წამოიწყეს ომი. დამარცხდა და მიწასთან გაასწორეს ორივე. თუ დაანგრიეს, ხო ჩვენ ხო ვიცით რა მოხდა იაპონიაში და გერმანიაში. მაგრამ მე რჩკვა ისწავლეს. თქვენს რომ არა ქვეყნის სიძლიერე დამოკიდებულია ინდუსტრიაზე, ტექნოლოგიაზე, აი კომპეტენტურ ცოდნე ადამიანებზე და ასე შემდეგ და მართლაც ეხლა გერმანია და იაპონია არის სოფლის პირველი ეკონომიკები. აი ძველმა მერკანტილიზმმა მოუტანა დანგრევა, ლიბერალურმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ მოუტანა აყვავება. არიან ძალიან მდიდრები და წამყვანი ქვეყნები თავიანთი ეკონომიკით და თავიანთი ცხოვრების დონით. აი მესამე ელემენტი რა არის? ეს არის ჯონ სტიუარტ მილი ავიღო. ჯონ სტიუარტ მილი არის უზარმაზარი ფილოსოფოსი. ლიბერალიზმის თავისი წარმოადგენელი შრომები აქვს დაწერილი ლიბერალიზმზე კლასიკური და იცავს სიტყვის თავისუფლებას. თვითონ აი მე ხაზით ყოლად არ გავუსვი, ლოგიკოსია. ლოგიკოსი მთელი ცხოვრება რას ლაპარაკობს, რომ ადგენს კანონებს, რომელიც შეხედულება ასწორი, რომელი არა. ჯონ სტიუარტ მილი იცავდა შენი აზრის გამოთქმის თავისუფლებას. დააკვირდით, ლაპარაკობდა სახელმწიფოს არა აქვს უფლება ათიგზალოს შენი აზრები თავისუფლად წარმოთქვა.
ოღონდ საზღვარგარეთ აწესდა შენმა თავისუფლებამ, არ უნდა შეზღუდოს ხვის თავისუფლებამ. დანარჩენი არავის არ აქვს უფლება რომ შეზღუდოს. რატო? იმიტომ რომ სახელმწიფო აბსტრაქტული ცნება არაა. სახელმწიფო სათავეში უდგას ბიუროკრატია და როდესაც ზღუდავს გიწესებს წესებს ეს გააკეთე, ეს არ გააკეთე, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ფლობს უკვე ჭეშმარიტებას. ჭეშმარიტება არავინ არ იცის, რომ ჭეშმარიტება არის ძიების პროცესი, შესტომების და უკუსლების. აი, გასაბობდა. თუ ჩვენ დაუშვებთ, რომ სახელმწიფო გააკონტროლოს, სახელმწიფო ეფუძნება უმრავლესობის საზღვრებს, მაგრამ უმრავლესობა ყოველთვის მართალი არ არის. აი, ჩვენ ადრე მოვიყვანეთ ამის მაგალითები. აი, ჯონ სტიუარტ მილმა რატომ დაიწყო ამაზე ლაპარაკი? იმიტომ რომ ქალების უფლებები ინგლისში იყო ძალიან შეზღუდული, და მისი ცოლი იყო ძალიან ნიჭიერი ქალი. ძალიან დაჯილდოებული და ამბობდა, რომ არასწორია. ქალებს არ მიცევა უფლება განათლების, პოლიტიკაში მონაწილეობის მიღების, მეცნიერებაში ჩართვის და ასე შემდეგ. აბსოლუტური უმრავლესობა მაშინ ინგლისელი ჯენტლმენებისა ფიქრობდნენ, რომ ქალს რა საქმეა პოლიტიკაში, რა უნდა ქუჩაში ირბინოს, ბიზნესი აკეთოს, ან მეცნიერებას მიყოს ხელი. ქალი არის ოჯახის ანგელოზი და გაზარდოს შვილები და ეს ჯონ სტიუარტ მილი ამბობდა ფაქტიურადო გააიგივეს ქალი მონასთან. მონას არ აქვს არაფერი უფლება, უბრალოდ განსხვავება ის არის, რომ ქალზე სექსუალური ძალადობა არ შეიძლება ცოლზე. დანარჩენი იგივე მონაა. ეს არ არის სწორი და ეხლა უმრავლესობა ასე აღარ ხო სწორი გამოვიდა. აი თქვენ ადრეც თქვი, აი წარმოგიდგენთ ტეჩერისთვის არ მიეცათ პოლიტიკაში ჩართვის უფლება, იმიტომ რომ ქალია, მარია კიურისთვის რომ მეცნიერებაში, იმიტომ რომ ქალია და ასე შემდეგ. და განათლების უფლება არ მიეცათ, ხო სისულელია. ხა ყველა ფიქრობს, რომ სულელურია. მაგრამ ჯონ სტიუარტ მილის დროს სახელმწიფო ერეოდა ზღუდავს ეს არასწორია. ესე ასამბლს იცით, ადამიანები შეიძლება წარმოთქვნენ, აზრი აქვს, აბსოლუტურად მართალია. კერძო ადამიანი ლაპარაკობს რაღაცას, რომელიც აბსოლუტურად მართალია, ან შეიცავს სიმართლის და სიცრუის ელემენტს და აბსოლუტურად სროა. არც ერთ შემთხვევაში გამართლებული არ არის სახელმწიფომ შეზღუდოს და ცენზურა დაუწესოს. კიდევ ვიმეორებ თუ სხვას არ აზარალებს. რატო? თუ ჭეშმარიტებას ლაპარაკობს და სახელმწიფო ზღუდავს, აქ ცხადია, აქ ნაჭირდება, რომ ეს ძალიან ცუდია. მაშინაც კი, როდესაც ან ნახევრად სიმართლეა, ან აბსოლუტურად ცუდია, მაშინაც არ უნდა შეზღუდო, იმიტომ რომ რეაქცია უნდა გქონდეს თვითონ საზოგადოება. საზოგადოება უნდა გახდეს მომწიფებული და ეს როდის ხდება, როდესაც არასასურველ აზრს უარყოფს თვითონ. ამის გარეშე მომწიფებული ვერ ხდება საზოგადოება. ამის მაგალითი ჩვენ არ ვიცით და გერმანია ავიღოთ, სანამ ადოლფ ჰიტლერი მოვიდა და გერმანია იყო მაშინდელი ევროპის ინტელექტუალური მექა. კულტურის ცენტრი იყო, უზარმაზარი ფილოსოფოსები, უზარმაზარი მუსიკოსები, აი კულტურული ცხოვრება ჩქეფდა გერმანიაში. სანამ ჰიტლერი მოვიდა და ერთ-ერთი ყველაზე კულტურული ნაცია იყო ევროპული. წერლები, ხელოვნება, რაც ყველაფერი. მეცნიერება იყო გერმანული. ეხლაც კი გამოსული წიგნების 1/10 გერმანულია. წარმოგიდგენთ, აი პროპორცია რა ნახო. მაშინ კიდე უამრავი უნივერსიტეტი 300 მიწათ იყო დაყოფილი გერმანია, ხო? და ყველას თავისი უნივერსიტეტი, თავისი ოპერა და ეს იყო ენა, მეცნიერების ენა იყო გერმანული. ეხლა ინგლისურია, მაშინ გერმანული იყო. მიუხედავად ამისა, როდესაც ჰიტლერი მოვიდა, რაიხსტაგში შევიდა, ჰიტლერი გადატრიალებით კი არ მოსულა. რაიხსტაგში შევიდა, ერთ-ერთ არჩევნებში 93% აიღო. რატომ? იმიტომ ეს მომწიფებულობა აქვს გერმანიას. აი ხალხი არ იყო მზად გაერჩიათ დემაგოგია, იდეოლოგია სიმართლისაგან. აი ამას ლაპარაკობს ჯონ სტიუარტ მილი. ადამიანებს უნდა გქონდეს უფლება თავად გადაწყვიტონ რა არის სწორი, რა არის არასწორი და რაღაცა მიიღონ, რაღაცა არ მიიღონ. იმიტომ როდესაც სახელმწიფო იწყებს აი ადამიანების ცენზურის დაწესებას, ამას საბოლოოდ ყოველთვის უარყოფითი შედეგი მოდის, იმიტომ რომ ცენზურა ნიშნავს სპეციალური აპარატის შექმნას, რომელსაც უფლება აქვს ადამიანებს თავისუფლება წაართვას. და მე ის სხვა რამეშიც გამოიყენებს ამას. უბრალოდ ეხა დრო აღარ მაქვს ამის ამოუწურე. აი რატო ლაპარაკობენ, რომ ქრისტიანობა სჭირდება აუცილებლად მონარქია. აი ეს მესამე რომის იმპერიის თეორია როა, ძალიან მოკლედ ვიტყვი ამაზე. მესამე რომის აი ეს მოძღვრება წამოვიდა, ეფუძნება თეოლოგიურ სწავლებას, არის ძალიან დიდი მამა იპოლიტე რომაელი. იპოლიტე რომაელი განმარტავს დანიელის წინასწარმეტყველებას, დანიელის წინასწარმეტყველთან ნათქვამია, რომ არსებობს 4 იმპერიაო, ესე იგი ბაბილონის, მერე სპარსეთის, მერე ბერძნების, მერე რომაელების. და მეოთხე იმპერიაში მოვა მესია, დაიბადება. და მერე ამ იპოლიტე რომაელმა აქედან გააკეთა დასწრომსაც ეკლესია წმინდანია ეს, მაგრამ ეკლესია არ იზიარებს ამას, რომ რა კი რომის მეოთხე იმპერიაში დაიბადა მესია, სანამ რომის იმპერია იარსებებს, მანამდე ანტიქრისტე არ მოვა. და ამას ამატებენ, არასწორად განმარტავენ პავლე მოციქულის სიტყვას, რომ ანტიქრისტე ვერ მოვა უკეთურიო, სანამ შემაკავებელი იქნებაო ეკლესიაში.
შემაკავებელი სიტყვა არის კატეხონ ბერძნულად და სიტყვით ითარგმნება ძალაუფლების მქონე მარჯვენა, აი ხელისუფალი ქართველი ლაპარაკობს, ანუ რუსები державная рука, ხო? ხელისუფლების მქონე მარჯვენა და ამას ნიშნავს კატეხონ. აი ეს იქნება იმპერატორი. აი კაჩევი არის ერთ-ერთი პოპულარული ქადაგებელი რუსეთში და გამოდის და ლაპარაკობს ისეთ რაღაცას. ეს ქართველებიო, ბულგარელები, რუმინელები, ისინი რა მართლმადიდებლობის დამცველები არიან, საკუთარი თავი ვერ დაუცვიათო. მართლმადიდებლობის დაცვა შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ძლიერ იმპერიას, მართლმადიდებლურ იმპერიას, რომელსაც აქვს ბირთვული იარაღი. აი თითქოს პავლე მოციქული ამას ლაპარაკობს, რა თქმა უნდა არასწორია. პავლე მოციქული იმას ლაპარაკობდა, რომ ქრისტიანულ მართლმადიდებლობის ბედი რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტზე ან იმპერატორზეა დამოკიდებული, რა თქმა უნდა სისულელს არასოდეს არ ეთქოდა. ესე რო ყოფილიყო, მაშინ იესო ქრისტე დაიბადებოდა არა დურგლიშვილად, არამედ რომის იმპერატორის შვილად. პარფეროგენი იქნებოდა ბიზანტიის იმპერატორი. და გამოსცემდა კანონებს და ვინც ამ კანონებს არ დაიცავდა, იმას აწვევდა ჯვარზე. თვითონ ხო არ ეცმებოდა. რასაც პავლე მოციქული ლაპარაკობს კატეხოს შემაკავების მადლისმიერი რეალობაა. რაზე ეფუძნება ეკლესია, რო ეუბნება იესო ქრისტე პეტრეს არის შენს რწმენაზე დავაფუძნებო ეკლესიას და ჭენი ბჟოჯხიცენი ვერ მოერევიან მას. რა არის? ეს არის აღსარებლობა პეტროსის შეხარჯზე ღვთისა. ჩვენ ეკლესიაში მივდივართ საიდუმლოებებთან საზიარებად და ეს საიდუმლოებები ეფუძნება რწმენას იმისას, რომ იესო ქრისტე ღმერთია. აი პავლე მოციქული რო ლაპარაკობს, აი როცა ეს შემაკავებელი მოიხსნება. ანუ რა იქნება ეპოქა მას სერაფიმე საროველის ლაპარაკობს, რუსია სერაფიმე საროველი, მაგრამ ის ლაპარაკობს. მოვა ისეთი დრო, რომ თვით ეპისკოპოსებსაც აღარ ეწამებათ, რომ იესო ქრისტე ღმერთია. აი მაშინ იქნება ულამაზესი ეკლესიები, მოოქროვილი არქიტექტურა, ბრწყინვალე, მაგრამ მუზეუმად გადაქცეული წირვალოცვის აღსრულება უკვე აღარ შეიძლება, რადგან აი არ ეწამებათ, რომ იესო ქრისტე ღმერთია. აი ამას გულისხმობდა პავლე მოციქული. ანტიქრისტე რომ მოვა, აი ასეთ დროს, როდესაც აღარ ეწამებათ, რომ იესო ქრისტე ღმერთია და თვითონ მოინდოვებს მის შანაცვლებას. აი რაც ქრისტემ ვერ გაგიკეთეთ, მე გაიკეთა. ანტი ამას ნიშნავს, ანტი ნიშნავს არა მოწინააღმდეგეს, არამედ მის მაგიერს. აი ამას გულისხმობდა პავლე მოციქული და არა რომელიმე რომის იმპერატორი დაიცავს მართლმადიდებლობას. ეხლა ეს მესამე საიდან მოდის, შენ იყო რომის იმპერია, მერე გადავიდა ბიზანტიაში, კონსტანტინოპოლში, კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ გაუშვდა პრეტენზია ის ძლიერი იმპერიაა, რომ მე ვიქნები მართლმადიდებლობის მცველი. აი ამიტომ ლაპარაკობს დუგინი ამას. ეს რა თქმა უნდა ფუნდამენტალურად არასწორია. დიდი მადლობა მომავალ შეხვედრამდე.